თქვენ დამოკიდებულება მაინტერესებს საწოვარაზე. ანუ რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს საწოვარას ხშირმა მოხმარებამ. ხო, იმიტომ რომ აქაც აი მითი და რეალობა ბევრია, ხო? კი. საწოვარა სავარაუდოდ რაღაც თავის დადებით როლს ასრულებს რაღაც პერიოდში. მე არ ვიცი აი საიდან დაიწყო საწოვარას. მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ყბაყბილთა სისტემის ჩამოყალიბებაზე და ხშირია ესეთი დეფორმაციები არსებობს ღია თანკბილვა, სხვადასხვა კბილთა დგომის ანომალიები, ყბების ანომალიები, ყბების დეფორმაციების ანომალიები, რომელიც არის აი ამ საწოვარას ხანძლივი დავუშვათ მოხმარებით, ხო, გამოწვეული ან წოვით. ამიტომ გარკვეულწილად მე მაინც წინააღმდეგი ვარ რაღაც ხანძლივ გამოყენებას. აი რა ასაკის შემდეგ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი თქვენი აზრით? ალბათ მე ესე ვთვლი რომ წლამდე მაქსიმუმ აი წლის მერე უკვე საწოვარა აღარ არის საჭირო აბსოლუტურად შეიძლება ვცდები ახლა წლამდეც ხანძლივი პერიოდია მაგრამ აი წლის მერე უკვე ყოველ შემთხვევაში აღარ უნდა გამოიყენოს ბავშვმა საწოვარა.